სახელითა მამისა და დაცისა და დაწმინდისა სულისა და ჩვენთან არის ღმერთს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანოდა ზვანო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს 12 დღესასწაულის, გუშინ პეტრესა და პავლეს ხსენება აღნიშნეთ, ყველას კარგად მოგეხსენება და დღევანდელ დღეს ცამეტში ყოველთვის ტრადიციულად ასეა, ვინც ძველ სტილზე ვართ დარჩენილნი, 13 ივლისს აღინიშნება ყოველთვის 12 მოციქულის ხსენება და ჩვენი ესე იგი გული შეიძლება ასე ითქვას, როგორც ლადო ასათიანი ამბობს თავის ლექსში, რომ სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენიაო, აი ეს ცხელი გული მინდა გითხრათ, რომ მისი დღესასწაულია დღეს, იმიტომ რომ სვეტიცხოველი არის 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. ამიტომაც დღეს არის სვეტიცხოვლობა და მე მინდა მოგილოცოთ აი ეს დღე. შეგვეციოს მინდა მოციქულთა ლოცვა და შეგვეციოს სვეტიცხოვლის მადლი. ეხლა მე მინდა გესაუბროთ, ვფიქრობდი რომ რაღაც ჩემი ისიც თქვენ დამოკიდებულება რომ ყოველთვის საქმერავ სახარებაზე საუბრობ ხოლმე რაღაცნაირად ვფიქრობ რომ ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ეს გამონაკლისი უნდა გავაკეთოთ, რომ სვეტიცხოველზე ვისაუბროთ. და მე ვფიქრობ რომ არ იქნება ეს ცუდი და ურიგო, მიუხედავად იმისა რომ თქვენთან ბევრჯერ შეიძლება მომიყოლია ეს ამბავი, კიდევ ერთხელ უნდა მოვყვე და დავსვა ასეთი კითხვა. ეს კითხვა რა თქმა უნდა რიტორიკულია და ეხლა ამაზე პასუხს არავის არ გქონდა, მაგრამ რას ნიშნავს სვეტიცხოველი შენთვის? აი პირადად შენთვის ეხლა აქ რომ გახარ ადამიანო, რომელსაც ქვია მართლმადიდებელი ქრისტიანი და ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ამას ეხლა 1000-ში შეიძლება კი არ გქონდეს მნიშვნელობა, ქართველი ხარ, რუსი თუ ბერძენი თუ ებრაელი, მართლმადიდებელია ღვთის წინაშე, მაგრამ შენთვის სხვა რაღაც მნიშვნელობა უნდა გქონდეს, არა ეროვნული ნიშნით, არამედ კვლავ სულიერი ნიშნით სვეტიცხოვლის. და აი ამის შესახებ ამ კითხვას რადგანაც ვსვავ, მე შევეცდები ეხლა გავცი ამას პასუხი, ისე როგორც მე დამანახეს ეს წმინდა მამებმა, ისე როგორც ეს დამანახა ჩემმა პატრიარქმა, ისევე როგორც თანამედროვე მკვლევარებმა და მეცნიერებმა დაგვანახეს სვეტიცხოველი. ვინ და რა არის ჩვენთვის? ისტორია არის ასეთი. როდესაც ჩვენ წელს აღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ნაბუქოდონოსორმა ბაბილონის მეფემ ილაშქრა ისრაელში და იერუსალიმი გაანადგურა მთლიანად, მაშინ დაიწყო ძალიან დიდი მიგრაცია ებრაელების. იქამდეც იყო რაღაცა გარკვეული მიგრაციები, მაგრამ ასეთი მასშტაბური მიგრაცია, რაც მაშინ მოხდა, არ ყოფილა მერე ვიდრე ქრისტეს ჯვარცმა. ქრისტეს ჯვარცმის მერე იყო შემდგომ, რომ მთლიანი ქვეყანა ესე იგი განადგურდა და სახელმწიფო აღარ არსებობდა, უკვე მე-20 საუკუნემდე სახელმწიფო არ ქონია. მაგრამ მე-6 საუკუნეში ეს მიგრაცია რო დაიწყო, მან ძირითადი მასა გადაასახლა ბაბილონში. და იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სხვა ქვეყნებში მოასწრეს გაქცევა და გადასახლება, რომ გადარჩენილიყვნენ აი ამ ნაბუქოდონოსორის ტყვეობის. მათ შორის იყო ერთი რაღაცა გარკვეული ებრაული საზოგადოების ჯგუფი, რომლებმაც მოახერხეს, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ეს იყო ილია წინასწარმეტყველის ხალენი არის მოსასხამი, რომელიც მან ელისეს დაუტოვა, აი ეს ხალენი ჩამოებრძანებინათ საქართველოში. არსებობს ძალიან საფუძვლიანი მოსაზრებები და ეხლა ამის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ რატომ საქართველოში, სადაც იცოდნენ, რომ ამ სიწმინდეს არ შეურაცხყოფდნენ, იქ წავიდნენ. და ამას აქვს, რა თქმა უნდა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, იმიტომ რომ მართლაც ისინი ჩამოვიდნენ და დასახლდნენ მცხეთაში, ქალაქი მცხეთა გახდა ებრაული თემის თავშესაფარი, რაღაცა გარკვეული ნაწილისა. ამ თავშესაფარს გულისხმობ იმას, რომ ისინი აქ არ იდევნებოდნენ, არავინ მათ უბაყნობს მას არ სცემდა და ის მათი სიწმინდეც, რომელიც მათ ჩამოაბრძანეს, ისიც პატივში იმყოფებოდა, ბუნებრივია, იცავდნენ მას და ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად არ შეხებოდა არავინ
ვინმე უკეთური და უსმინური ებრაელები ასე უკეთდებიან ზოგადად თავისი წმინდეს მინდა გითხრათ და ქართველებმა მათ ხელი არ შეუშალეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს საქართველოში თუ კი ვინმე ცხოვრობს, წარმართია და კერთაპარისცემელია სოფლად. მათ სწორი სარწმუნოების შესახებ შეიძლება რაღაც სმენიათ, მაგრამ დიდი კერპები უდგათ და ამ კერპების თაყვანისმცემელი არიან. მიუხედავად ამისა, აი ამ უცხოურ შემწყნარებლობას იჩენენ და ებრაული საზოგადოება მოკლედ იმკვიდრებს ქალაქ მცხეთაში. ამის შემდგომ გადის საუკუნეები და ებრაული საზოგადოება მოგეხსენებათ ელოდება მესიას, ანუ მხსნელს. უნდა მოვიდეს ქრისტე. და მოვიდა იერუსალიმში იესო ქრისტე. ებრაელებს ჰქონდათ ესეთი ძალიან მკაცრი კანონი, რომ წელიწადში ერთხელ ისინი იერუსალიმში აუცილებლად უნდა ასულიყო. მაგრამ გარდა იმისა, რომ უნდა ასულიყვნენ იერუსალიმში, ჰქონდათ ასეთი კავშირი, გამუდმებული კავშირი იერუსალიმთან, რომ შეკითხვა მუდამ ისმოდა, ხომ არ მოსულა მეშიახი? მესია ხო არ დაიბადა? ხომ არ მოვიდა მესია და ამისთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც გამუდმებულად მოძრაობდნენ უბნიდან უბანზე. ანუ იერუსალიმიდან რაღაცა წამოვიდოდა, შემდეგ ებრაელებთან მივიდოდა, იქიდან კიდე ერთი წამოვიდოდა და ასე ჩამოვიდოდა მცხეთამდე. მცხეთიდან ისე უკან, ანუ მცხეთელი ებრაელის ცხოვრება იცოდნენ იერუსალიმში და იერუსალიმში გარდებოდა ზუსტად იცოდნენ მცხეთაში. ეს კავშირი აწლებოდა, ეხლა მაშინ არ იყო მოგეხსენებათ მობილური საშუალება ან სკაიპი დაერეკა ისე მოეყოლა, მაგრამ იყო საშუალება იმისა, რომ ისინი გამუდმებულად მოძრაობდნენ და დადიოდნენ, რომ იერუსალიმის მთავარი სალოცავი რაღაცა სიწმინდე ჰქონდათ მათ და ერთადერთი ადგილი, სადაც მოცულობდნენ ებრაელები იერუსალიმი. ამიტომ როგორც კი გაიგეს, რომ მესია დაიბადა და მხსნელი დაიბადა, რომელიც მათაშორის იერუსალიმმა არ ცნო ებრაელთა თემმა იწიცა ქალაქ მცხეთაში. ამიტომაც ქვია ქალაქს მეორე იერუსალიმი. იმიტომ კი არა, რომ ეს რაღაცა კაპრიზი იყო, რომ ჩვენც გვინდა ეხლა იერუსალიმი. ბევრ ადგილას ნახავთ, თქვენ მეორე იერუსალიმად იწოდება რაღაცა ადგილები. ქალაქი მცხეთაც მეორე იერუსალიმად იწოდება. აი სხვა ადგილები რატო იწოდება მეორე იერუსალიმად? ალბათ ყველას თავისი ისტორია ექნება. მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორია რატო? იმიტომ რომ ქალაქ მცხეთაში მიიღეს მაცხოვარი და არ მიიღეს იერუსალიმში. ანუ რაც უნდა მომხდარიყო იმ იერუსალიმში, მოხდა აქ. სიდონია და ელიაზარი და-ძმანი არიან, ელიაზარი მღვდელია და მათი დედა, რომელიც ელიაზარს აგზავნის იერუსალიმში დღესასწაულს, ეუბნება, რომ შენ არ უნდა მიიღო მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში იმ ჯვარცმაში, რომელსაც უპირებენ მესიას. და როგორც კი იქო ჯვარზე გააკრესო მაცხოვარიო და გურსმანი პირველი გურსმანს დააჭედესო, აქ იგრძნო ეს ამ სიდონიას დედამო, ქალაქ მცხეთაში, ეს განიცადა მას სულიერად და თქვაო, სიტყვები რომ ეხლა დამყარდა შენი მეუბნება ებრაელ საზოგადოებას მიმართა და გარდაიცვალა ეს ქალი ამ ტკივილისგან, მინდა გითხრათ რომ დატოვა ეს ქვეყანა და გარდაიცვალა. ელიაზარმა მოახერხა ის, რომ მაცხოვრის კვართი წამოეღო მცხეთაში, როგორც სიწმინდე ამ ებრაული საზოგადოებისა, რომლებმაც შეიწნარეს ქრისტე. და ეს კვართი მისმა დამ სიდონიამ ხელში გამოართვა, ეს ისტორია თქვენთვის ნაცნობია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მისი სულიერი მნიშვნელობა მინდა გითხრათ. გამოართვა და გარდაიცვალა და ამ კვართთან ერთად დაკრძალეს. იქ ამოვიდა ხე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მერე რომლისგანაც დაამზადდა სვეტი, რომელიც სვეტიც აღიმართა სასწაულებრივად და ამიტომაც ქვია სვეტი ცხოველი. ეს სხვა ისტორია. მე ვუბრუნდები მნიშვნელობას, რომ კვართი, რომელიც მაცხოვარს ეცვა და იგრძალა ქალაქ მცხეთაში. ახლა ამის შემდგომ, რომელი მოვლენებიც ვითარდება და ვიღაცები ძალიან ცუდად ხუმრობენ ამაზე და მე ყველას ვურჩევ და თქვენ შეგიძლიათ მეგობრული რჩევა ამაზე არ იკამათით არასდროს, მაგრამ მეგობრული რჩევა ყოველთვის უნდა გასცეთ, რომ მსგავს თემებზე, მსგავს სიწმინდეებზე არასდროს არ უნდა იხუმროს, არ უნდა იხილიკოს ადამიანმა, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდად შეიძლება შემოუბრუნდეს მას და ამის მაგალითები ჩვენ წმინდა წერილში გვაქვს. ელისეს რო დასცინეს მაგალითად ახალგაზრდებმა და დათვები რო გამოარძენ დიდან და დაგნიჟეს ეს ახალგაზრდები და კითხვა არის ბენდე რომ რა ერთი დასცინეს გულისთვის ბავშვები რო დაიგნიჯა იქ ეს კარგია, ეს სხვა თემაა.
ამიტომაც ისიც მომიდოდა, იცით რომ, როდესაც ვამბობთ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია საქართველოს, ვიღაცისთვის ეს ასეთი თემა არის, რომ გაეცინება. სინამდვილეში მე გეტყვით, რატომაც არის წილხვედრა. და რატომ გაეცინება, იცით? რომ რაღაცა ურაპატრიოტიზმი თითქოს იჩენს თავს და ამბობს, რომ როგორ ესეთი მაგრები ვართ, ეხლა ქართველები რომ ჩვენ წილხვედრი ვართ ღვთისმშობლის. ქართველები კი არ ვართ მაგრები. ისტორია უნდა იცოდე რა ხდებოდა ამ დროს და მაშინ მიხვდები რატომ არის წილხვდომილი საქართველო. მოხდა ასეთი ამბავი, ქრისტე ხომ აღდგა მკვდრეთის. მის საფლავში რაიმე დარჩა მისგან? არაფერი საერთოდ. ერთადერთი სუდარა, რომელიც ჰქონდა გადაყარება. ეს სუდარა ეხლა იტალიაში იმყოფება. ქრისტესგან იქ მის საფლავში არაფერი არ დარჩა, ცარიელი ლოდი. სამაგიეროდ მცხეთაში რა დარჩა დაკრძალული მისი ტანსაცმელი. ეხლა გეკითხებით, არის თუ არა ასეთი ტრადიცია დღევანდელ დღესაც კი 21 საუკუნეშიც არის და იქამდეც იყო ეს ტრადიცია, რომ ადამიანი, რომელიც ან უთში დაიკარგებოდა და ან რაღაცას, როდესაც ასე ხდებოდა, აი მდინარემ გაიტაცა ადამიანი და ვეღარ იყოფის. რას აკეთებს ამ დროს ოჯახი? მას მაინც გძალავს. და როგორ გძალავს? გძალავს მის ტანსაცმელს და სადაც დაკრძალავენ, იქ ითვლება რომ არის საფლავი და დადიან იმ საფლავზე, უხდიან ფანაშვიდებს და ლოცულობენ იქვის წინაშე. ახლა გეკითხებით, იქ ხომ არ არის მისი სხეული, მაგრამ საფლავად რატო ითვლება? იმიტომ ითვლება რომ მისი ტანსაცმელია დაკრძალული. და მაშინ ლოგიკურ კითხვას ვსვამ. ღვთისმშობელს, რომელსაც უნდოდა მცხეთაში ჩამოსვლა, რატო უნდოდა? იმიტომ რომ საფლავი აგებულებოდა. სვეტი ცხოველია ქრისტეს საფლავი სინამდვილეში და არა იერუსალიმი. იერუსალიმში სადაც იყო დადებული, იქედან აღდგა. იქ არაფერი არ დარჩა. რაც დარჩა ამ დედამიწაზე, რაც დარჩა კაცობრიობის ისტორიას, ეს გახლავთ სვეტი ცხოველი. ამიტომაც მე დღევანდელი ქადაგება ამ შეკითხვით დავიწყე, რომ რა არის შენთვის სვეტი ცხოველი? შენ ზუსტად უნდა გრძნობდე ამას, რა არის შენთვის სვეტი ცხოველი. თუ ეს არ განგიცდია, მაშინ ძალიან ძნელია ილაპარაკო იმ სარწმუნოებაზე, რომელსაც მოციქულებრივი სარწმუნოება ქვია. რასაც ვკითხულობ ჩვენ სახარებაში გუშინ პეტრე-პავლოვაზე, როცა ვკითხეთ, რომ ვინ გონი ვარ, მე და როდესაც პეტრე უპასუხებს, შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა, ცხოველისა და ეუბნება, რომ ეს შენმა სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადა, არამედ ზეციერმა მამა. ამიტომაც შეიძლება რაღაცა ისტორია იცოდე, ქრისტეს უყურებდე, მაგრამ ვერ ხვდებოდე რომ ძე ღვთისაა. შეიძლება ისტორია იცოდე, მაგრამ ეს ისტორია შენთვის მხოლოდ ისტორია იყოს, მაგრამ ისტორიის საღვთისმეტყველო გააზრება უნდა შეგეძლოს და საღვთისმეტყველო გააზრებაში შენთვის სვეტი ცხოველი თუ არ იქცა ქრისტეს საფლავად, არა ურაპატრიოტიზმის ნიშნით, არამედ პასუხისმგებლობის ნიშნით, რომ მე ასეთი პასუხისმგებლობა დამაკისრა ღმერთმა, ცველი ვარ მისი საფლავისა. არ ჭირდება მას ადამიანური დაცვა, მაგრამ ცველი იმას კი არ ნიშნავს, რომ ხარაულად გახარიბათ ერთგულიანი თოფით, არა. ცველობა ნიშნავს იმას, რომ რაც მან დაგიბარა ამდერძად, იმას რომ ასრულო. და რა დაგიბარა? რომ უნდა გიყვარდეს, რომ არ უნდა განიკითხავდე, რომ წესიერება უნდა გაგაჩნდეს, რომ სიწმინდეს უნდა უხილდებოდე, რომ შინაგან სამყაროს უნდა ასუფთავებდე შენსას, რომ მოყვასი უნდა გიყვარდეს, რომ თავდადება უნდა შეგეძლოს ამ ყველაფრისთვის. აი ეს თუ არ იქცა შენთვის სვეტი ცხოველი, ამაღ თუ არ იქცა, ამ ყველაფრად თუ არ იქცა შენთვის სვეტი ცხოველი, მაშინ შენთვის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი ისტორიაა, ისიც კი რაც ეხლა მე მოვხევი, რომელსაც არაფერი ცვლილების მოტანა არ შეუძლია შენთვის. მაგრამ ცვლილება მოხდება მაშინ, როგორც კი შენ ამ ისტორიას საღვთისმეტყველო ანალიზს მიუსადაგებ და იტყვირო. ღვთისმშობლის წილხვდომილობა თურმე იმიტომ კი არ ყოფილა, რომ მე ვარ ასეთი კარგი ბიჭი და ღვთისმშობელმა გადაწყვეტა რომ ჩემთან ჩამა. არა. ღვთისმშობელს აქ ეგულება ის საფლავი, რომელიც საფლავიც იერუსალიმში აღარ არის. ეს ყველაზე კარგად საიდან ჩანს, იცით, არ მინდა დაგყალოთ, მაგრამ მოკლედ უნდა გითხრათ ეს ისტორია. ყველაზე კარგად საიდან ჩანს ეს ამბავი? წმინდა ნინოს ცხოვრებიდან.
წმინდა ნინო თავის მოღვაწეობას იწყებს და ამბობს, ეხლა მე უნდა წავიდე მცხეთაში და მცხეთაში რატომ მიდის ხვალიც? კარგი ქართველების სანახავად, როგორიც თუმარ მასპინძლო, დღეს რო ქართველები ჩვენთან საუკეთესო ხინკალია თუ ის არა, სანცემი გაჭაპური? არა, რა თქმა უნდა. წმინდა ნინო ერთადერთი მიზანდასახულობით მოდის საქართველოში. მცხეთაში ეგულება ქრისტეს საფლავი, ქრისტეს კვართი და ამავდროულად ზერმულობს და განიცდის იმას, რომ კვართის მფლობელი საზოგადოება ჯერ კიდევ წარმართულ რელიგიაშია და ისინი კემსახურებაში არიან. ამიტომაც მისი ჩამოსვლა იყო არა ის, რომ ამბიცია, რომ ეხლა უნდა ჩავიდე და ქვეყანა უნდა მოვაქციო და მოციქულო და სწორი რაღაცა თანამდებობა უნდა შევიძინო. არა, ის მოდის ამ სიწმინდის მოსალოცად, ამ სიწმინდის სანახავად, ამ ადგილის ჩასახუტებლად, მოკლედ პირდაპირ ასე ვთქვათ, სადაც მას ქრისტეს საფლავი ეგულება. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ლავსვავ ამ კითხვას, როგორც ქადაგების დასაწყისში დავსვა. რა არის შენთვის სვეტი ცხოვრება? ისტორია, რომ თურმე როგორ ლამაზად რა კარგი არქიტექტურა, რო შეხედავ როგორ შემოგეფეთება, იქ რაღაცა კონსტანტინე გამსახურდა სიმღერა გაგახსენდება, როგორ ლაპლაპებს ხობენ მწვანე ხლიკივით, რაღაცა ესეთი კარგი მითიარქია სილამაზით, ასეთი მოხატულობით, ასეთი კანკელით, ასეთი ისტორიით, როგორ აღადგინეს, როგორ აღაშენეს და მეტი არაფერი. თუ შენთვის სვეტი ცხოველი არ გახდა, აი ესეთი ცენტრი შეიძლება ითქვას სულიერებისა, მაშინ ჯერ კიდევ შორს ახარ ქრისტეს მოძღვრებისა. იმიტომ რომ სვეტი ცხოველმა უნდა გაგახსენოს ქრისტეს მოძღვრება, მისმა საფლავმა უნდა გაგახსენოს მისი ანდერძი. უნდა გითხრას, რომ მან ეს დაგიბარა, რომ ასეთი უნდა იყო, ასეთი თუ არ ხარ, ასეთი უნდა გახდე. და აი ეს უნდა იყოს შენთვის, ჩემთვის და ყველა ქართველისთვის სვეტი ცხოველი, რომლის ძალაც მოგცეს ღმერთმა და გაგვახაროს მომავალ ცხოვრებაში. ამინ. გალოცვის და გახარებული